ზოგი დაკარგული ადამიანის საქმე რამდენიმე დღეში თუ არა საათებში იხსნება და ეს ადამიანი უსაფრთხოდ ბრუნდება. ზოგი საქმე კი ძალიან რთულდება, რადგან ინფორმაცია მხოლოდ მოგვიანებით ხდება ცნობილი და ამიტომაც ისინი დღემდე გაუხსნელად რჩება. ნომერი 10. 26 წლის თამარა დონ ჰილთან, რომელიც ვაშინგტონის შტატის ოუშენ შორიდანაა, 2026 წლის 3 მარტის შემდეგ არავის ჰქონია კონტაქტი. სიღრმისეული გამოძიების შემდეგ ეხლა მიიჩნევა, რომ მის გაუჩინარებაში მისი მეგობარი ბიჭი იყო ჩართული და ის უკვე დაკავებულია. მისი მეგობარი ბიჭი კენდრიკ ბრიუსი პირველად ეჭვმიტანილად მას შემდეგ მიიჩნიეს, რაც გაირკვა, რომ გაუჩინარების დღეს სწორედ ის იყო ბოლო ადამიანი, ვინც დონთან ერთად ნახეს. როდესაც მისი ოჯახი მას ვერ დაუკავშირდა, მათ ბრიუსს ესაუბრნენ, რომელმაც უთხრა, რომ ისინი აღარ იყვნენ ურთიერთობაში. თუმცა ეს მათი შეშფოთების გასაქარცხლებლად საკმარისი არ აღმოჩნდა, რადგან დონ ყოველთვის ინარჩუნებდა კავშირს ახლობლებთან და მას შემდეგ მათ მისგან აღარაფერი სმენიათ. ისინი ასევე ფიქრობენ, რომ ბრიუსი რაღაცას მალავს და იმედოვნებენ, რომ სიმართლე საბოლოოდ გამოაშკარავდება. როდესაც 1 აპრილამდე მისი კვალი ვერავინ იპოვა, მისმა ოჯახმა პოლიციას მიმართა და დაკარგული პირის შესახებ განცხადება შეიტანა. გამოძიება დაუყოვნებლივ დაიწყო და ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი მისი მობილური ტელეფონის აქტიობის შემოწმება იყო. აღმოჩნდა, რომ მისი ტელეფონი ბოლოს აქტიური იყო Northwest Trek Wildlife Park-ის მახლობლად, რომელიც მდებარეობს იმ ადგილიდან 24 მილში, სადაც ის ბოლოს ბრიუსთან ერთად ნახეს. დამატებით ანალიზმა აჩვენა, რომ 28 მარტს დონის ქეშაპიდან ბრიუსის ანგარიშზე $150 გადაირიცხა, თითქმის 1 თვის შემდეგ, რაც ის გაუჩინარდა. პირველივე ძებნისას მისი მანქანა მიტოვებული იპოვეს სახლიდან 1 ბლოკის მოშორებით და როდესაც მანქანა გაჩხრიგეს, პოლიციამ შიგნით მისი სადებეტო ბარათები და დონის შვილის ფოტო იპოვა, რომელიც დაფლეთილი იქოილი იყო. როდესაც ბრიუსის მანქანა გაჩხრიგეს, კინოლოგიური ჯგუფის გამოფენებით, სახლებმა რეაქცია გამოავლინეს მანქანის უკანა კარზე, უკანა სავარძლებზე და საბარგულში. შესაბამისად, ის დააკავეს და წაუყენეს ბრალი პირველი ხარისხის მკვლელობაში, მეორე ხარისხის პირადობის ქურდობის 2 ეპიზოდში და ადამიანის ნეშტის უგანონო მოშორებაში. მან ინტერნეტში რამდენიმე ძალიან შემაშფოთებელი ძებნა განახორციელა, რადგან ეძებდა ინფორმაციას თუ როგორ შეიძლება ვინმე გათიშო, რამდენი დრო სჭირდება ლეშის დაშლას და როგორ უნდა გაწმინდო ბიოლოგიური მასალა ხალიჩიდან. მან ასევე მოძებნა ინფორმაცია სიკვდილის შემდგომ გაშეშებაზე. დონის ბინა მხოლოდ 20 მაისს გაჩხრიგეს, მაგრამ მან გამომძიებლებს კიდევ უფრო მეტი მტკიცებულება მისცა ბრიუსის წინააღმდეგ. მათ იპოვეს რამდენიმე ადგილი, სადაც ბიოლოგიური მასალა იყო და შემდგომი ანალიზი გამოავლენდა, ვის ეკუთვნოდა იგი. ამ დროისთვის ბრიუსი 2 მილიონიანი გირაოს საფუძონზეა დაკავებული, სანამ გამოძიება დასრულდება და სასამართლოს სხდომები გაიმართება. დონის ოჯახი მას აღწერს როგორც ყავისფერ თმიანს, რომელსაც თმაც იკლად აქვს შეღებილი და ლურჯი თვალები აქვს. მისი სიმაღლეა 5 ფუტი და 8 ინჩი, ხოლო წონა 150 ფუნტი. მას აქვს სტატუები ფეხებზე, ხელებზე, ზურგსა და გულმკერდზე, რაც შეიძლება დაეხმაროს მის იდენტიფიცირებაში. თუ გაქვთ რაიმე ინფორმაცია იმის შესახებ, რაც დონთან მოხდა, ან გაქვთ ინფორმაცია, რაც შეიძლება დაეხმაროს მის პოვნას, გთხოვთ დაუკავშირდეთ ტაკომას პოლიციის დეპარტამენტს, ნომერზე 253 287 445 5. ნომერი 9. 25 წლის სავიონ ანდერსონის გაუჩინარებამდე დღეები საკმაოდ უცნაური და საინტერესო დეტალებითაა სავსე, რომელთაგან ზოგიერთში შეიძლება იმალებოდეს მინიშნებები იმის შესახებ, თუ რა დაემართა მას. მაგრამ ამ დროისთვის გამომძიებლები სასოწარკვეთილები ეძებენ დამატებით ინფორმაციას მის საქმეზე, რადგან სავიონ ანდერსონი ჯერ კიდევ არ არის ნაპოვნი. 2026 წლის ივნისში სავიონ ანდერსონი სამხედრო სამსახურში იყო და ჩრდილოეთ კაროლინაში ფორდ ბრეკში მსახურობდა. ის დაქორწინებულია ჟასმინ მოურიზე, რომელიც ორსულადაა და მათი შვილი აგვისტოში უნდა დაიბადოს. სხვილი ფაიეთვილში ცხოვრობს, მაგრამ სავიონ ანდერსონი 2026 წლის დასაწყისიდან ბარაკებში ცხოვრობდა, რადგან ჟასმინ მოური მის წინააღმდეგ შემაკავებელი ორდერი მოითხოვა, მას შემდეგ რაც მათ შორის ოჯახური კონფლიქტი მოხდა. უნდა აღინიშნოს, რომ ეს საქმე სასამართლომ შემდეგში დახურა და მათ შეძლეს ეს ინციდენტი უკან მოეტოვებინათ. ჟასმინი ითხოვინებოდა, რომ ბოლოს სავიონი 23 ივნისს ნახა მათ სახლში, როცა ის თანამებრძოლებთან ერთად ბაზაზე დასაბრუნებლად წავიდა. შემდგომში გაერკვა, რომ ის ფაიეთვილის Comfort Inn-ში ცხოვრობდა და იქ უცნაური ინციდენტი მოხდა. მან გადაიხადა სასტუმროში ყოფნის საფასური 25 ივნისამდე, მაგრამ შემდეგ როგორც ჩანს, გადაწყვიტა კიდევ ერთი ღამით დარჩენა. მაგრამ როცა მან დარჩენის გაგრძელებისთვის გადახდა სადა, მისი ბარათი უარყოფილი იქნა და მას სთხოვეს, რომ გაეთავისუფლებინა ნომერი. მაგრამ სავიონმა უარი თქვა და პოლიციელებმა მისი ნომრიდან ძალით გაიყვანეს, რის შემდეგაც დააკავეს. მას წაუყენეს ბრალდება მეორე ხარისხის უკანონო შეჭრაში და დაკავების წინააღმდეგ გაწევაში, მაგრამ გაათავისუფლეს არმიის სერჟანტის ზედამხედველობით, ის რომ $5,000 არ გადაუხდია. როცა 27 ივნისს ტელეფონით ესაუბრა დედას, უთხრა, რომ ის და ჟასმინის თხოვნით განქორწინებას შეიტანნენ. ცნობილია, რომ ის ფორდ ბრეკში იყო 29 ივნისს დაახლოებით დილის 6 საათზე, რადგან მოწმეებმა იქ ნახეს. მაგრამ როცა სამწყობრო შეკრების დრო დადგა, ის არ გამოცხადდა და მას შემდეგ არც ბაზასთან ქონია კონტაქტი და არც ოჯახის რომელიმე წევრთან.
მას შემდეგ ის უნებართოდ არ ოფნაში გამოაცხადეს და მისი ოჯახი შეშფოთებულია მისი ფსიქიკური მდგომარეობით, რადგან ადრე რეგულარულად უკავშირდებოდა, რაც უკვე თვეზე მეტია აღარ გაუკეთებია. მისი ოჯახი ფიქრობს, რომ შეიძლება რაიმე ცუდი შეემთხვა და სთხოვენ ყველას, ვინც მას ნახა, გამოჩნდნენ, რათა მისი პოვნა მოხერხდეს. ის აღწერილია როგორც შავთმიანი და ყავისფერ თვალება, სიმაღლე აქვს 5 ფუტი და 10 ინჩი, წონა დაახლოებით 270 ფუნტი აუნდია. მას ევთხელზე აქვს ნაიარევი, მარცხენა ზედამკლავზე ჟასმინის სახელი აქვს ტატუირებული, ხოლო წინაკბილი მოტეხილი აქვს. ყველას, ვისაც შეუძლია დამატებითი ინფორმაცია მიეწოდოს სავიონის საქმესთან დაკავშირებით, სთხოვე დაუკავშირდეს არმიის კრიმინალური გამოძიების განყოფილებას, ნომერზე 9 1391 4911. Number 8. დონი ოსბორნი, 48 წლის სირენა ანდერსონის ქმარი, ითვლება ეჭვმიტანილად მისი გაუჩინარების საქმეში, რომელიც სავარაუდოდ 2026 წლის 12 მაისს მოხდა. მას შემდეგ ის აღარავის უნახავს და მის კეთილდღეობასა და უსაფრთხოებაზე დიდი შეშფოთებაა. ბოლო ადამიანი, ვინც სირენას ესაუბრა, იყო მისი, და რომელმაც განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც 12 მაისს ესაუბრა, სირენასგან აღარაფერი სმენია. ცნობილია, რომ იმ დღეს ის თავის სახლში, ფორესტბუქში, სამხრეთ კაროლინაში იყო, მაგრამ ამის შემდეგ მისი გადაადგილებები უცნობია. იმ დროს სირენა მუშაობდა სამზარეულოს დიზაინერად Home Depot-ში და ცნობილია, რომ რეგულარულად ესწრებოდა Palmetto Point Church, რომელიც მდებარეობს Myrtle Beach-ში. სწორედ აქ შეხვდა მან Laila Rules და მალე დამეგობრდნენ, რადგან ორივეს დიზაინში ჰქონდა ინტერესი და გამოცდილება. Laila მას აღწერს როგორც თბილ, გახსნილ და მეგობრულ ადამიანს და დაამატა, რომ ტელეფონზე მიიღო შეტყობინება, სადაც ეწერა, რომ სირენა დაკარგული იყო. მაშინვე ცუდი წინათგზნობა გაუჩნდა, რადგან იცოდა, რომ სირენა არასდროს დააზარალებდა თავის სამსახურს უმიზეზოდ. მაშინ დაიწყო სიტუაციის რეალობის გაცნობიერება, როცა ის 14 მაისს სამსახურში არ გამოცხადდა, ხოლო 5 დღის შემდეგ ჰორი კაუნთის პოლიციის დეპარტამენტში დაკარგული პირის საქმე აღიძრა, როცა მისმა დამ პოლიციას სირენას გაუჩინარების შესახებ აცნობა. ოსბორნი ბოლო ადამიანად დაასახელეს, ვინც ის ნახა და მან განაცხადა, რომ ბოლოს მასთან კონტაქტი მათ სახლში ჰქონდა შემაშფოთებელი ინციდენტის დროს. მისი თქმით, სირენამ იმ დილით ადრე მოულოდნელად დაიწყო თავისი ნივთების ჩალაგება, რის შემდეგაც გაურკვეველი მიმართულებით წავიდა. მაგრამ გამომძიებლებმა განაცხადეს, რომ გამოძიებისას მათ აღმოაჩინეს მტკიცებულებები, რომლებიც ამტკიცებს, რომ ეს ასე არ ყოფილა. სინამდვილეში მათ დაადგინეს, რომ იმ დილის მოვლენების ეს აღწერა პირდაპირ ეწინააღმდეგება აღმოჩენილ მტკიცებულებებს. პოლიციის ანგარიში შედგა მას შემდეგ, რაც სირენა პოლიციელებს დაუკავშირდა და სთხოვა, რომ თან გაჰყოლოდნენ სახლში თავისი ნივთების სამოსაღებად. ის იყო უკიდურესად პანიკურ მდგომარეობაში და მხოლოდ იმას ამბობდა, რომ მას და ოსბორნს სიტყვიერი კამათი ჰქონდათ, თუმცა დაამატა, რომ თუ მეც სიტყოდა, ციხეში არ მოჩნდებოდა. მაგრამ ეს განცხადება არასდროს განუმარტავს. მას შემდეგ გაერკვა, რომ ოსბორნი ვილმინტონის პოლიციის განყოფილებაშია დაკავებული, მას შემდეგ რაც აღმოჩნდა, რომ მან დაარღვია დაცვის ორდერი და ორჯერ არ გამოცხადდა სასამართლოზე, რის გამოც მისი გირაო ამ საქმეზე ახლა $245,000. გამოძიების შედეგად გაერკვა, რომ ოსბორნმა 15 მაისს თავისი წითელი Ford F-150-ით გაიარა საპლაისა და ბოლტონის ტერიტორიები. ეს დადგინდა უსაფრთხოების კამერების ჩანაწერების წყალობით, რომლებმაც მისი სატვირთო მანქანა ბრანსვიკის მახლობლად გრინ სუემსის ტერიტორიაზე დააფიქსირეს. ცნობილია, რომ ის ხშირად გადაადგილდება ბრანსვიქსა და ნიუ ჰანოვერში და გავრცელებული ინფორმაციით პოლიცია ამ ტერიტორიაზე დრონებს იყენებს სირენას მოსაძებნად. ოსბორნი ახლა ოფიციალურად დასახელდა მისი საქმის, მის საქმეში გამოძიებისთვის საინტერესო პირად და გამოძიება გრძელდება. მისი აღწერილობით მას აქვს ქერა თმა, ავისფერი თვალები, სიმაღლე 5 ფუტი და 3 ინჩი, ხოლო ბოლოს დანახვისას იწონიდა 165 ფუნტს. ყველას, ვისაც სირენა უნახავს, შეუძლია ამის შესახებ აცნობს ჰორის ოლქის პოლიციის დეპარტამენტის ცხელი ხაზის ნომერზე 853 915 857 7. Number 7. 30 წლის ბენჯამინ ბრუბეიკერის გაუჩინარების საქმე, რომელსაც მეგობრები და ოჯახი ბენად იცნობენ, თავიდანვე დამაბნეველი იყო, რადგან მის დედასა და შეყვარებულს ერთმანეთისგან განსხვავებული ვერსიები აქვთ იმის შესახებ, თუ როდის გაუჩინარდა იგი. მისი შეყვარებული ამტკიცებს, რომ ბენი ბოლოს 2025 წლის დაახლოებით 6 ოქტომბერს ნახეს, მაშინ როცა დედამისი ამბობს, რომ მასთან დაახლოებით 1 კვირის შემდეგ 13 ოქტომბერს ესაუბრა. ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტი კი ისაა, რომ ბენი უკვე რამდენიმე თვე არავის უნახავს და მისი პოვნა აუცილებელია. ბენი ეშლანდის საშუალო სკოლის კურსდამთავრებულია ეშლანდში, ოჰაიო, სადაც ის ჯერ კიდევ ცხოვრობდა, როდესაც გაუჩინარდა. გაუჩინარებამდე მას პრობლემები ჰქონდა კანონთან, რადგან სასჯელს იხდიდა ციხეში, მას შემდეგ რაც დამნაშავედ ცნეს ნასვამ მდგომარეობაში მანქანის მართვაში. მაგრამ მისმა შეყვარებულმა და ოჯახმა განაცხადეს, რომ მისი გაუჩინარების დროისთვის მან ცხოვრება ისევ სწორ გზაზე დააყენა. ის სტაბილურად მუშაობდა და ჩვევად ჰქონდა, რაც შეიძლება ხშირად დედასთან კავშირს ინარჩუნებდა. ბენის და ამბობს, რომ ის იმ წელს 13 ოქტომბერს გაუჩინარდა. მისი შეყვარებული ფიქრობს, რომ ის 6 რიცხვში გაუჩინარდა, ხოლო ოჰაიოს გენერალური პროკურორის ვებგვერდზე მითითებულია 30 რიცხვი, რამაც დიდი დაბნეულობა გამოიწვია.
მისი დედა ამბობს, რომ ბენმა მას 13 ოქტომბერს დაურეკა და კითხა, შეეძლო თუ არა ვუსტერში, ოჰაიოში წაეყვანა, სადაც სასამართლოს ხდომა ჰქონდა. მისმა უფროსმა დაადასტურა, რომ ბენმა ის დღე წინასწარ დასასვენებლად, მაგრამ თქვა, რომ დილით სამსახურში მივიდოდა ხელფასის სასაღებად. მაგრამ ის სამსახურში არ მისულა და დედამისმა პოლიციას უთხრა, რომ მას შემდეგ რაც ტელეფონით ესაუბრა, ვეგარ დაუკავშირდა და ამიტომაც ვერ წაიყვანა, როგორც ბენმა სთხოვა. ის ასევე არ გამოცხადდა სასამართლოზე და მას შემდეგ ვერავინ შეძლო მასთან დაკავშირება. განუმძიებლებმა შეამოწმეს მისი ტელეფონის აქტივობა და დაადგინეს, რომ ბოლოს ის 7 ოქტომბერს გამოიყენეს. ამიტომ მიიჩნევა, რომ ის მართლაც 6 რიცხვში გაუჩინარდა, როგორც მისი შეყვარებული ამბობს, მაგრამ მისი გაუჩინარების მიზეზი ჯერ არ არის დადგენილი. მისმა უფროსმა იცოდა, რომ ის ბენის შეყვარებულის მეზობლად ცხოვრობდა და ეგონა, რომ ბენიც იქ ცხოვრობდა, მაგრამ ასე არ იყო. მან პოლიციას უთხრა, რომ ეგონა წყვილი 14 ოქტომბერს დაახლოებით დილის 6:30-ზე მათ ეზოში ნახა, მაგრამ ქალი ამას უარყოფს. მან განაცხადა, რომ ისინი ერთად არასდროს ცხოვრობდნენ და ის იმ თარიღამდე ერთი კვირით ადრე გაუჩინარდა. საქმის კიდევ უფრო გართულებას ის ფაქტი იწვევს, რომ ბენი ცნობილია იმით, რომ ხანდახან თვეების განმავლობაში კონტაქტს ხვეთს. როდესაც მისმა შეყვარებულმა ვერ მოახერხა მასთან დაკავშირება, იფიქრა, რომ ბენი ნიუ-იორკში იყო წასული მეგობრის სანახავად. მაგრამ როდესაც მის მეგობარს ესაუბრნენ, მან განაცხადა, რომ ბენი არასდროს ჩასულა და გარკვეული დროა მასთან კონტაქტი არ ჰქონია. გარდა ამისა, გაირკვა, რომ ბენს გაუჩინარებამდე რამდენიმე უცნაური განცხადება ჰქონდა გაკეთებული. მან ერთ-ერთ მეგობარს უთხრა, რომ ფიქრობდა ამ რაიონის დატოვებას, რის შემდეგაც შესაძლოა აღარასდროს დაბრუნებულიყო. ასევე დაიწყო ჭორების გავრცელება იმის შესახებ, თუ რა შეიძლებოდა მომხდარიყო მასთან, მაგრამ ისინი აქ არ იქნება ნახსენები, რადგან პოლიციის ანგარიშებში არ არის აღნიშნული. მას აქვს ქერა თმა და ცისფერი თვალები, სიმაღლეა დაახლოებით 5 ფუტი 8-დან 5 ფუტი 11 ინჩამდე და იწონის დაახლოებით 125-დან 158 ფუნტამდე. მას ზურგზე აქვს ნაიარევი და 2 insane clown posse-ის ტატუ, ერთი მარცხენა ზედამკლავზე და მეორე მარჯვენა ზედამკლავზე. ყველა, ვისაც აქვს ინფორმაცია, რაც შეიძლება ბენ ჯეიმსის პოვნას დაეხმაროს, უნდა დაუკავშირდეს ეშლანდის ოლქის შერიფის ოფისს, ნომერზე 419-289 3911. მისი საქმის ნომერია MP 14105. Number X. 50 წლის სონია მარი რაუსი ჩიკაგოს, ილინოისის კინუდის აკადემიისა და ილინოისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია და მან სწავლა დაასრულა კომუნიკაციების და ჟურნალისტიკის მიმართულებით მიღებული ხარისხების შემდეგ. ამის შემდეგ მას შეეძინა ქალიშვილი, მაგრამ სამწუხაროდ სონია მარი რაუსს მშობიარობის შემდგომი დეპრესია დაეწყო და მისი ქალიშვილი სონიას დედასთან გააგზავნეს საცხოვრებლად. ამ მდგომარეობის გამო მან დაიწყო გარკვეულ ნივთიერებებზე დამოკიდებულება და დამოკიდებული გახდა. როდესაც მან დახმარება ითხოვა დეპრესიასთან დაკავშირებით, მას ბიპოლარული აშლილობა დაუდგინეს და მისი ქალიშვილი კვლავ ბებიასთან ცხოვრობდა 2016 წლის მარტში, როდესაც სონია მოულოდნელად გაუჩინარდა ყოველგვარი ახსნა განმარტების გარეშე. იმ დროს ის თავის მეგობარ ბიჭთან ერთად ცხოვრობდა Greater Grand Crossing-ში და ის სონიას გაუჩინარების საქმეში ეჭვმიტანილად მიიჩნიეს, მაგრამ ის გარდაიცვალა მანამ, სანამ სონიას საქმის გამოძიებას რაიმე რეალური წინსვლა ექნებოდა. ბოლო დროს, როცა ვინმე მის ნახა, იყო 5 მარტს ღამის დაახლოებით 11 საათზე. მოცემებმა თქვეს, რომ ის ჩათემში, სამხრეთ ჩამპლინის ავენიუს 7500 ბლოკში ნახეს და მას შემდეგ აღარავის უნახავს და არც არაფერი სმენია მისგან. მისი ოჯახი გამომძიებლებს ეთყოდა, რომ სონიას მეგობარი ბიჭი წავსულში რამდენჯერმე ძალადობდა მასზე და ნათლად მიანიშნებდა, რომ ის საფუძვლიანად უნდა გამოეძიებინათ, რადგან დარწმუნებულები იყვნენ, რომ მას ხელი ჰქონდა შერეული სონიას გაუჩინარებაში. მისმა დედამ დაამატა, რომ მას და სონიას კვირაში რამდენჯერმე ტელეფონით საუბარი ჰქონდა შეთანხმებული და როცა ვერ შეძლო მასთან დაკავშირება, მაშინვე იგრძნო, რომ რაღაც რიგზე ვერ იყო. მას ასევე არ ქონია კონტაქტი არც სხვა ოჯახის წევრებთან და არც მეგობრებთან და ისინი ძალიან შეშფოთებულები არიან, რომ შეიძლება სონიას რამე ცუდი შეემთხვა. გამოძიების მიმდინარეობისას სონიას მეგობარი ბიჭი სხვა საკითხთან დაკავშირებით დააგავეს. საპატიმროშე ყოფნისას დაწესებულების ერთ-ერთმა ზედამხედველმა დეტექტივებს შეხვედრა მოუწყო მასთან, მაგრამ უცნობი მიზეზების გამო ჩიკაგოს პოლიციამ ამის ნება არ დართო. ის საბოლოოდ 2018 წელს გაათავისუფლეს სონიას გაუჩინარებიდან 2 წლის შემდეგ, მაგრამ როგორც ჩანს, ძველ ცხოვრებას დაუბრუნდა, რადგან სიცოცხლე ნარკოდამოკიდებულებამ შეიწირა. მიჩნეულია, რომ მასთან ინტერვიუ არასდროს ჩაუტარებიათ და პოლიციას არ განუცხადებია, რატომ არ მოხდა ეს. სონია კვლავ დაკარგულად ითვლება. მას აღწერენ როგორც ყავისფერ თმიასა და ყავისფერ თვალებას. სიმაღლე აქვს 5 ფუტი და 9 ინჩი, ხოლო წონა დაახლოებით 170 ფუნტია. მას ჩვეულებრივ თმა, მოკლედ ჰქონდა შეჭრილი და შესაძლოა გაუჩინარების დროს ჩანთა ეჭირა. ყველა, ვისაც დამატებითი ინფორმაციის მიწოდება შეუძლია, სთხოვენ დაუკავშირდეს ჩიკაგოს პოლიციის მეორე რაიონს, ნომერზე 312 747 5789, ხოლო სონიას საქმე რეგისტრირებულია ნომრით MP 38261. Number thought. 25 წლის ქარენ ოდონოჰიუს გაუჩინარება ოფიციალურად დღემდე გაუხსნელია, მაგრამ ბევრი ადამიანი თვლის, რომ ის სერიული მკვლელის სამუელ ლიტლის მსხვერპლი გახდა, რომელმაც აღიარა 93 ქალის სიცოცხლის დასრულება.
ცნობილია, რომ ლიტლი ამ შემთხვევებიდან მინიმუმ 60-ზე იყო პასუხისმგებელი, მაგრამ ქარენი არასდროს უპოვიათ. ლიტლი კი ცოცხალი აღარ არის და გამომძიებლებს ძალიან გაუჭირდათ მისი საქმის დახურვის მცდელობისას. 1969 წელს, მისი გაუჩინარების წელს, ქარენი 25 წლის იყო და მასაჩუსეტსის შტატის სპრინგფილდში ცხოვრობდა. ის დანიშნული იყო, მაგრამ არსებული ცნობებით ურთიერთობა ისე კარგად არ მიდიოდა, როგორც მას სურდა. მისი ოჯახი ფიქრობს, რომ ქარენი იმ წლის 2 ივლისს დატოვა სპრინგფილდი და გაემგზავრა მისი საქროს მშობლიურ ქალაქში, რომელიც არ არის მითითებული, რათა დაესრულებინა ურთიერთობა. მაგრამ ის იქ არასდროს ჩასულა და მას შემდეგ გასულ ათწლეულებში აღარავის უნახავს. ის საბოლოოდ დაკარგულად გამოცხადდა, მაგრამ გამომძიებლებს არ ჰქონდათ წარმოდგენა, საიდან გაუჩინარდა, რის გამოც მისი საქმის გამოძიება თითქმის არ წაწეულა წინ. ყოველ წელს, როცა ამოუცნობი ქალის სხედარს პოულობდნენ, მისი ოჯახი შიშობდა, რომ ეს შეიძლება ყოფილიყო ქარენი, მაგრამ ასე არასდროს აღმოჩნდა. რაც შეეხება ლიტლს, მისი წარმოუდგენელი დანაშაულებრივი სერია 1970 წელს დაიწყო, ხოლო მისი იდენტიფიცირება და დაკავება მხოლოდ 2012 წელს მოხდა. დასაგებია, რომ ქარენის ოჯახი და ზოგიერთი გამომძიებელი თვლის, რომ ლიტლი იყო პასუხისმგებელი მის გაუჩინარებაზე, მაგრამ მათ ამის დამტკიცება ვერ შეძლეს. 2018 ან 2019 წელს მაიამი-დეიდის მთავარი ასისტენტ პროკურორი კეთლინ ჰოგი სასამართლოს მემორანდუმით მიმართა, სადაც განაცხადა, რომ ლიტლმა აღიარა ქარენის და კიდევ ერთი ქალის, დოროთი გიბსონის სიცოცხლის მოსპობა. დოროთი 1967 წელს გარდაიცვალა და მისი ცხედარი მაიამიში ერთ-ერთი სასტუმროს გარეთ იპოვეს. ნიტლი ამ დანაშაულთან არასდროს დაუკავშირებიათ, მაგრამ მან თავის ადვოკატს უთხრა, რომ მართლაც თავად იყო პასუხისმგებელი. მიუხედავად იმისა, რომ ეს ვერასდროს დამტკიცდებოდა, ხელისუფლებას სჯეროდა, რომ მისი ყველა აღიარება ნამდვილი იყო და რომ ის ერთ-ერთი ყველაზე მრავალმსხვერპლიანი სერიული მკვლელი იყო, რაც კი ქვეყანას უნახავს. მან განაცხადა, რომ ის და ქარენი 1970 წელს შეხვდნენ ფსიქიკური ავადმყოფებისთვის განკუთვნილი სახლის გარეთ. მან შეძლო მიეწოდებინა კონკრეტული დეტალები მის შესახებ, რაც მის აღიარებას სარწმუნოებას მატებდა, მაგალითად ის, რომ ქარენი მეტად მუშაობდა და გარკვეული სამედიცინო პრობლემები ჰქონდა. მაგრამ ქარენის საქმეში დამატებითი დეტალები არ არსებობს და ის დღემდე გაუხსნელად რჩება. მისი ოჯახი მას აღწევს, როგორც მოკლე მარცხვისფერი ქერა თმითა და ცისფერი თვალებით, სიმაღლე 5 ფუტი და 8 ინჩი, სონა 130 ფუნტი. მას ასევე აქვს ნაციბური კანის გადანერგვისგან ერთ თიძე და კიდევ ერთი ნაციბური მუცელზე. ყველა, ვისაც რაიმე ინფორმაცია აქვს ქარენზე მომხდართან დაკავშირებით, უნდა დაუკავშირდეს სპრინგფილდის პოლიციის დეპარტამენტს, ნომერზე 4 1378 76 300. ქარენის საქმის ნომერია MP 10018. ნომერი 4. ტერეზა ლინ ფიტონი მხოლოდ 18 წლის იყო, როდესაც ის გაუჩინარდა ფორტ ლოდერდეილიდან, ფლორიდიდან და მისი ოჯახი ვარაუდობს, რომ ის დანაშაულის მსხვერპლი გახდა. მაგრამ რადგან მისი საქმე არასდროს გახსნილა, ეს არასდროს დამტკიცებულა. 1970 წელს ტერეზა სტრანაჰანის საშუალო სკოლის მოსწავლე იყო და მას ეკუთვნოდა მწვანე ფერის 1966 წლის ნეშ რემბლერი. თავისუფალ დროს ის სანაპიროსთან მდებარე სასტუმროში მუშაობდა და ოჯახს ეუბნებოდა, რომ ოცნებობდა ოკეანოგრაფი ან მხატვარი გამხდარიყო. ის ურთიერთობაში იყო მამაკაცთან, რომლის სახელით საჯაროდ არ გახმაურებულა და მისი გაუჩინარების დღეს, იმ წლის 1 აგვისტოს სკოლს შორის ცხარე კამათი მოხდა. დაახლოებით 1 საათზე მან დატოვა მათი ბინა, თქვა, რომ ჰაერზე გასვლა და დამშვიდება სჭირდებოდა და დაინახეს, როგორ ჩაჯდა მანქანაში და წავიდა. მიჩნეულია, რომ ბინის დატოვების შემდეგ ის რივერლენდის ფილიალ ბიბლიოთეკაში წავიდა, რადგან მისი საფულე იქ იპოვეს. ბიბლიოთეკა საკმაოდ ახლოს იყო მის სახლთან და იდეალური ადგილი იქნებოდა მისთვის, რომ სიმშვიდეში დამშვიდებულიყო. საფულეში მხოლოდ რამდენიმე მეგობრის ფოტო იყო და გამომძიებლებს არ მისცა არანაირი მინიშნება იმაზე, თუ რა შეიძლებოდა მომხდარიყო მასთან. ტერეზას დედა ნახევარ საუკუნეზე მეტი ეძებს მას, მაგრამ დიდად ვერაფერს მიაღწია. ის და ტერეზა ძალიან ახლოს იყვნენ, თუმცა მას ასევე ჰქონდა ურთიერთობა მამასთანაც, რომელმაც დედას გაშორდა, როცა ტერეზა ჯერ კიდევ პატარა იყო. ოჯახს კიდევ ერთი დარტყმა მიადგა, როცა ტერეზას გაუჩინარებიდან 2 წლის შემდეგ მისი ძმა დაიღუპა, ხოლო დედამ ტრაუმის გადალახვა კონსულტაციების საშუალებით სცადა. წლების განმავლობაში დედა ყველაფერს აკეთებდა, რომ მისი საქმე თავიდან გაეხსნათ, მაგრამ ყოველთვის ეუბნებოდნენ, რომ მისი ქალიშვილი სავარაუდოდ სახლიდან გაიქცა და არ სურდა რომ ეპოვათ. მაგრამ დედა ამას არ ეთანხმება. 2025 წლის მაისში ტამპაში დაფუძნებულმა ორგანიზაციამ Sunshine State Sonarმა გამოაცხადა, რომ ტერეზას საქმე შეისწავლებდნენ. კომპანიის მფლობელმა განაცხადა, რომ როდესაც დაკარგულ ადამიანებს ეძებდა წყალქვეშა ძიებებზე, ხშირად ხვდებოდა ძველ მანქანებს წყალში და ყოველთვის ჰქონდა განზრახვა, რომ იმ ადგილებს დაბრუნებოდა. ამიტომ, როდესაც გაიგო, რომ ტერეზა ძველ რამბლერს მართავდა, გადაწყვეტა, რომ მის საქმეს მეტი ყურადღება სჭირდებოდა, ვიდრე იმ 5 ათწლეულის განმავლობაში, რაც ის გაუჩინარდა. მან დაამატა, რომ ადრე ძველი მანქანები შეხვდა წყალსატევში, რომელიც ტერეზას ბინასთან ახლოს იყო და იმედოვნებს, რომ ის და მისი მყინთავი მეგობრები შეძლებენ ამ საიდუმლოს გახსნას. ადგილმდებარეობა მდებარეობს დეივი ბულვარზე, ფორტ ლოდერდეილში და ოპერაციები იქ იმ წლის ივნისში უნდა დაწყებულიყო. მაგრამ როდესაც არაფერი იპოვეს, გუნდმა დაიფიცა, რომ დაბრუნდებოდა ადგილზე და დამატებით ძიებებს ჩაატარებდა.
უნდა აღინიშნოს, რომ ტერეზას მაშინდელი მეგობარი ბიჭი პოლიციასთან არ თანამშრომლობდა და ზოგიერთი გამომძიებელი ფიქრობს, რომ ის მკვლელობის მსხვერპლი გახდა. თუმცა მისმა დედამ ასევე ივარაუდა, რომ ის სერიული მკვლელის მიერ იქნა გატაცებული. მაგრამ მისი საქმე კვლავ გაუხსნელად რჩება. ტერეზას ჰქონდა მართხოსფერი ქერათმა და ცისფერი თვალები. მისი სიმაღლე იყო 6 ფუტი და 1 ინჩი და გაუჩინარების დროს მისი წონა დაახლოებით 110 ფუნტი იყო. ის ზოგჯერ იყენებდა სახელ ბანისაც. ყველას ვისაც შეუძლია დამატებით ინფორმაციის მიწოდება მის საქმეზე, სთხოვენ დაუკავშირდეს Fort Lauderdale-ის პოლიციის დეპარტამენტს, ნომერზე 954 764 4 1357. მისი საქმის ნომერია MP6 1061. ნომერ 3. Სოტა ადამიანს იცის, რომ ფილმი ყველაფერი კარგი, რომელიც გამოვიდა 2010 წელს და რომელშიც მთავარ როლებს ასრულებენ Kirsten Dunst და Ryan Gosling-ი, თავისუფლად არის დაფუძნებული Kathy Dursty-ის გაუჩინარების უცნაურ საქმეზე, რომელიც 1982 წელს მოხდა. Kathy-ის ქმარი რობერტი უძრავი ქონებით დაგროვილი დიდი ქონების მემკვიდრე იყო, მაგრამ მას კანონთან ხანგრძლივი და პრობლემური ისტორია ჰქონდა, სანამ 2022 წელს გარდაიცვლებოდა. 1973 წელს მან იქორწინა დენტალურ ჰიგიენისტზე, სახელად Kathleen McCormick-ი. ქორწინება რამდენიმე წლის განმავლობაში კარგად მიდიოდა, მაგრამ საბოლოოდ მათ გადაწყვეტეს გაშორება. მათ ოფიციალურად არ გაუფორმებიათ განქორწინება, მაგრამ მიუხედავად ამისა, მან მალევე დაიწყო ახალი ცხოვრება. იმავე წელს მან დაიწყო ურთიერთობა Prudence Sparrows-თან, რომელიც Mia Sparrows-და. 1982 წლის 31 იანვარს კეტლინი ნიუტაუნში, კონექტიკუტში წვეულებაზე იმყოფებოდა, როდესაც მიიღო სატელეფონო ზარი Dursty-სგან, რომელიც როგორც წვეულებაზე მყოფები ამბობდნენ, ძალიან გაბრაზებული ჟღერდა. კეტლინი მოულოდნელად წავიდა, მიუხედავად იმისა, რომ არ სურდა, რადგან Dursty დაჟინებით მოითხოვდა, რომ მანჰეტენში მათ საერთო კოტეჯში მისულიყო. წვეულებიდან წასვლისას მან მასპინძელს Gilbert Nahamის უთხრა, რომ თუ რამე მოუვიდო და პოლიცია უნდა ეცნობებინათ. მას შემდეგ რაც კეტლინი გაუჩინარდა, Dursty ამტკიცებდა, რომ მას მატარებლის სადგურზე დატოვა მას შემდეგ რაც ინგვამით იჩხუბეს. საქმე გაყინული იყო 2000 წლამდე, როდესაც გამონძიებლებმა გადაწყვეტეს გაესაუბრათ Susan Berman-თან, Dursty-ის ერთ-ერთ მეგობართან, იმ წლის 24 დეკემბერს. მაგრამ სანამ ამას მოახერხებდნენ, Susan-ის საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს, მას ცეცხლსასროლი იარაღით დაესხნენ თავს. მოგვიანებით 2015 წელს დადასტურდა, რომ Dursty იყო პასუხისმგებელი და მას მიუსაჯეს სამუდამო პატიმრობა ვადამდე გათავისუფლების შესაძლებლობის გარეშე. 2001 წელს ის დააკავეს მეზობლის Louis Black-ის სიცოცხლის მოსვობისთვის, რომლისგანაც ბინა ჰქონდა ნაქირავები. იმ მოტივით თითქოს იქ მისი მუნჯი მეუღლის და იცხოვრებდა. ამ პერიოდში, როდესაც ის გაქცეული იყო, მას არაერთხელ შენიშნეს რესტორნებში ქალის ტანსაცმელში გამოწყობი. შემდეგ მან აღიარა დანაშაული მას შემდეგ რაც დააკავეს, მაგრამ გაამართლეს, რადგან განაცხადა, რომ Black-ი თავდაცვის მიზნით მოკლა. 2015 წელს Durst-მა კუბაში ერთ-ერთ სასტუმროში კალბის სახელით დარეგისტრირდა და მიიჩნევა, რომ ისაპირებდა ქვეყნიდან გაქცევას, რათა თავიდან აეცილებინა Susan-ის საქმეზე სისხლის სამართლებრივი დევნა. მაგრამ ის ნიუ-ორლეანის სასტუმროში FBI-მ დააკავა. 2021 წელს მას ბრალი წაუკანეს Kathleen-ის სიცოცხლის მოსპობაში, რადგან გამომძიებლები დარწმუნდნენ, რომ Dursty იყო პასუხისმგებელი. მაგრამ ის გარდაიცვალა 2022 წლის იანვარში, გულსისხლძარღვთა შეტევით, ციხეში ყოფნისას. ამიტომ Kathleen-ის საქმე ოფიციალურად არასოდეს გახსნილა, მიუხედავად იმისა, რომ თითქმის დარწმუნებულები არიან, Dursty იყო პასუხისმგებელი. ასევე იყო ვარაუდი, რომ მისმა რამდენიმე მეგობარმა და ოჯახის წევრებმა დაეხმარნენ მას დანაშაულების დაფარვაში, მაგრამ ესეც არასოდეს დამტკიცებულა. Number 4. მას შემდეგ, რაც იგი 1989 წელს გაუჩინარდა და ეს საქმე დღემდე გაუხსნელია, 20 წლის Tiffany Louis Sessions-ისთვის 150-ზე მეტი უცნობი ქალის ვინაობა შეამოწმეს შესაძლო დამთხოვად. მაგრამ მიუხედავად მრავალწლიანი საგამოძიებო ძალისხმევისა, მისი პოვნა ვერ მოხერხდა. იმ წლის თებერვალში Tiffany ახალი ცხოვრების ეტაპს ელოდებოდა. მან გადაწყვეტა ჩაებარებინა Florida's უნივერსიტეტში Gainesville-ში, სადაც ფინანსების შესწავლას აპირებდა. ის კამპუსის გარეთ ბინაში ცხოვრობდა და ხშირად ხედავდნენ, როგორ დადიოდა სწრაფი ნაბიჯით ამ რაიონში. 9 თებერვლის შუადღეს მან თავის ოთახის მეზობელს უთხრა, რომ ცოტა ხანში დაბრუნდებოდა, რადგან დაახლოებით 90-ზე თავისი ჩვენი ჩვეულებრივი სეირნობისთვის მიდიოდა. მან გასარებები, საფულე და პირადობის მოწმობა სახლში დატოვა და ბოლოს ნახეს თეთრ პულოვერში, რომელსაც ჰქონდა რუხი ჰორიზონტალური ზოლები და ყელზე წარწერა ასპენი. მას ეცვა წითელი სპორტული შარვალი, სპორტული ფეხსაცმელი, ოქროსფერი ქალის Rolex-ის საათი და თან ჰქონდა შავი Sony Walkman-ი. როდესაც Tiffany საღამოს 10 საათზე ჯერ კიდევ არ იყო დაბრუნებული სეირნობიდან, მისმა ოთახის მეზობელმა დარეკა Tiffany-ის დედასთან, რათა ეცნობებინა, რომ მისი შვილი დაკარგული იყო. როდესაც პოლიცია ბინაში მივიდა, არანაირი ბრძოლის კვალი არ ამოაჩინეს, ამიტომაც არ ჯეროდათ, რომ დანაშაული იყო ჩადენილი. თუმცა რამდენიმე ადამიანი გამოვიდა და განაცხადა, რომ Tiffany-ის აღწერილობა შეესაბამებოდა ქალი, რომელიც იმავე ტერიტორიაზე მანქანაში მჯდომ ადამიანთა ჯგუფს ესაუბრებოდა. მაგრამ მათ ვერ თქვეს, ჩაჯდა თუ არა ის მანქანაში და არასდროს დადგინდა, ნამდვილად Tiffany იყო თუ არა ეს ქალი. პოლიცია მისი გაუჩინარება უულებელყო და განაცხადა, რომ სავარაუდოდ მეგობრებთან ერთად გავიდა და დროის გასვლა ვეღარ შენიშნა.
მაგრამ როცა ბრეები კვირებად იქცა და მისი კვალი არ გამოჩნდა, აშკარა გახდა რომ ტიფანის რაღაც შეემთხვა. მაგრამ ამ დროისთვის ნებისმიერი შესაძლოა ალბათ უკვე განკრალი იყო. შემდეგ ერთმა პატიმარმა შოკის მომგვრელი აღიარება გააკეთა. მაიკლ ნიკერბოკერმა, რომელიც რამდენიმე საზარელი დანაშაულისთვის იყო დაპატიმრებული, ერთ-ერთ თანამესაკნეს უთხრა, რომ ტიფანის სიცოცხლის დასრულებაზე თალად იყო პასუხისმგებელი. მან დაამატა, რომ ტიფანის პოვნა კაულსაჰაჩის მდინარეში შეიძლებოდა. მაგრამ მისი განცხადებები უგულებელყვეს, როდესაც გაირკვა, რომ ტიფანის გაუჩინარების დროს გეინსვილში ცხოვრობდა. შემდგომმა გამოძიებამ ხელისუფლებას დააჯერებინა, რომ სერიული მკვლელი პაულ რაუსი იყო პასუხისმგებელი მის გაუჩინარებაზე. 1999 წელს ის მშენებლობაში მუშაობდა და დასაქმებული იყო კომპანიაში, რომელიც მდებარეობდა იმ მარშრუტთან ახლოს, რომელსაც ტიფანის სეირნობისას ხშირად იყენებდა. იმ დღეს, როდესაც ის ბოლოს ნახეს, პაულ რაუსი სამსახურში არ გამოცხადდა, რაც გამომძიებლებს საეჭვოდ მოეჩვენათ. მათ ასევე აღმოაჩინეს ინფორმაცია მის მიერ შენახულ მისამართების წიგნში, რომელიც მხოლოდ 2013 წელს იპოვეს, სადაც მან გაურკვეველი მინიშნება გააკეთა ელისაბეთ ფოსტერზე, ქალზე, რომელიც გარდაცვლილი იპოვეს დაახლოებით 1 მილის მანძილზე იმ ადგილიდან, სადაც ტიფანი ბოლოს ნახეს. მათ მისამართების წიგნში ასევე იპოვეს ტექსტი, რომელიც უბრალოდ გაურკვევლად ჩანდა და მიიჩნევა, რომ ეს ეხება ტიფანის გატაცების თარიღს, რადგან იქ ეწერა 2/9/8/9 ნომერი 2. თუმცა ეს არასოდეს დადასტურებულა და ტიფანი კვლავ დაკარგულად ითვლება. ის აღწერილია როგორც მარცხვისფერი ქერა, თმინთა და ყავისფერი თვალებით. სიმაღლე 5 ფუტი 4 ინჩი და წონა 125 ფუნტი. მას აქვს ჩატეხილი წინაკბილი, ნაიარევი მარცხენა არათითზე და კიდევ ერთი ნაიარევი მარჯვენა ყურის შიგნით. ყველა, ვისაც აქვს ინფორმაცია, რაც შეიძლება დაეხმაროს ტიფანის საქმეს, უნდა დაუკავშირდეს ალაჩუას ოლქის შერიფის ოფისს, ნომერზე 352-72-74000. ტიფანის საქმის ნომერია MP2413. ნომერი 1. 21 წლის სოფია კუციერი დაიბადა ამსტერდამში, ნიდერლანდებში, 1993 წელს. სრულწლოვან ასაკში მან ჩააბარა ამსტერდამის უნივერსიტეტში, სადაც მედიცინას სწავლობდა და 2015 წელს ბაკალავრის ხარისხით დაამთავრა. მას სურდა სწავლის გაგრძელება და მაგისტრის ხარისხის მიღება, მაგრამ მანამდე გადაწყვიტა 1 წლით დაესვენა. იმავე წელს ის გაემგზავრა კამპალაში, უგანდაში, რადგან კვალიფიცირებული იყო სტაჟირებისთვის როგორც მედ და ადგილობრივ საავადმყოფოში. ის და კიდევ 5 ჰოლანდიელი სტუდენტი ერთ სახლში ცხოვრობდნენ რამდენიმე ადგილობრივ ახალგაზრდასთან ერთად და ის კვირაში ერთხელ თავის ოჯახს უყვებოდა თავის გამოცდილებაზე. მან განაცხადა, რომ იქ ყოფნა ძალიან მოსწონდა და საავადმყოფოში მუშაობა მისთვის ძალიან სასიამოვნო და დამაკმაყოფილებელი იყო. სტაჟირების დასრულების შემდეგ მან გადაწყვეტა უგანდაში იმოგზაურა რამდენიმე სხვა სტუდენტთან ერთად და იქირავა უგანდელი გიდი, რომელიც ასევე ჯგუფის მძღოლიც იქნებოდა. ისინი ნიუელსის მდინარეზე გასასვლელად წავიდნენ და შემდეგ ღამის გასათევად სტუდენტურ საგანმანათლებლო ცენტრში დაჯავშნეს ოთახი. მაგრამ სწორედ მაშინ მოხდა უცნაური რამ. რამდენიმე დღის განმავლობაში ჯგუფმა შენიშნა, რომ სოფია უცნაურად იქცეოდა და მის დედას დაუკავშირდნენ, რათა ეთქვათ, რომ ის მეორე დღეს კამპალაში დაბრუნდებოდა. მაგრამ ღამის გასათევად მისვლის შემდეგ სოფიამ თქვა, რომ ტუალეტში მიდიოდა, რომელიც ცალკე შენობაში იყო. და იქ მისვლის შემდეგ ის გაუჩინარდა და მას აღარასოდეს უნახავთ. როდესაც ის არ დაბრუნდა, მისმა თანაკურსელებმა პარკის რეინჯერებს აცნობეს და იმ ნაშუა დროს მას უშედეგოდ ეძებდნენ. მეორე დღეს ძებნა გააგრძელდა სამძებრო ძაღლების ჯგუფების, ვერტმფრენისა და რამდენიმე ნავის დახმარებით და მისი წყლის ბოთლი მდინარის ნაპირთან ახლოს იპოვეს. ტერიტორია საფუძმიანად გაჩხრიკეს, მაგრამ უშედეგოდ. შემდეგ მის საქმეში მოულოდნელი გარდატეხა მოხდა. მეორე დილით იგივე ტერიტორია ისევ გაჩხრიკეს. ამჯერად მისმა საქმემ უფრო ბნელი ხასიათი მიიღო. ნაჯრის ნაგნეჯები 20 ფუტის მონაკვეთზე ერთმანეთზე შეგრული იპოვეს. ზოგიერთი ნაჯერი ხის ტოტებზე იყო მიბმული და როცა ყველა შეაგროვეს და ერთად დააწყვეს, ისინი სოფიას შარმის ერთი ტოტი აღმოჩნდა. მალე ამის შემდეგ მისი ერთ-ერთი ფეხსაცმელი, რომელიც საოცრად სუფთა იყო, იპოვეს მისივე შიგნითა ძირებთან, სათვალესთან და ჩანთასთან ერთად. მისი საცვალი ახლომდებარე ხეზე ჩამოკიდებული იპოვეს, სავარაუდოდ უცნობი პირების მიერ იქ დადებული. არაფერი აღმოაჩინეს და სოფიას ბედი დღემდე საიდუმლოდ რჩება. 10,000 ფუნტის ჯილდო დაწესებულია იმ ინფორმაციისთვის, რომელიც სოფიას საქმეს საბოლოო გადაწყვეტამდე მიიყვანს. ნებისმიერი ასეთი ინფორმაცია შეგიძლიათ გააგზავნოთ მის სამარხზე tip@peterardevris.nl. დიდი მადლობა ყურებისთვის. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, აუცილებლად დააწექით თვითმოწონების რილაქს. ასევე არ დაგავიწყდეთ გამოიწეროთ არხი და დააწვეთ შეტყობინების ზარს, რომ არ გამოტოვოთ ჩვენი მომავალი ვიდეოები. მე ვარ Top 5 Unknowns და შემდეგ ვიდეოში ისევ შეგხვდებით.